უნდა ითქვას, რომ ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მძიმე პერიოდები გვაქვს გავლილი 90-იან წლებიდან სამოქალაქო ომით დაწყებული ეთნოპოლიტიკური კონფლიქტები დასრულებული შევარდენძის პერიოდში კრიმინალური სუსტი სახელმწიფო საკუთარი კორუფციით და ადგილობრივი კრიმინალური ბანდებით თუ შემდგომში ვარდების რევოლუციის შემდეგ ავტორიტარიზმის აღზევება და სახელმწიფოს რეპრესიული დაპირისპირება კრიმინალთან თუ სხვა სოციალურ პრაქტიკებთან თუ თქვათ ეხლა რა რეალობაშიც ვართ, როცა ახალი ტიპის ავტორიტარიზმის კონსოლიდაციას ვაკვირდებით, ანუ ჩვენ რეალურად ყველა ძალაუფლების ტრანზიციის ციკლი სწორედ ავტორიტარიზმით დავამთავრეთ და ავტორიტარიზმთან ბრძოლით, ძირითადად გამარჯვებით, თუმცა ახალი ავტორიტარიზმის ციკლში შესვლით, ნამდვილად აყენებს საკითხს იმის შესახებ თუ ჩვენ როგორ უნდა შევხედოთ ამ წარსულებს, სადაც თითოეული ახალი რეჟიმი წინა წარსულის პოლიტიკურ ინსტრუმენტალიზებას აკეთებდა და ნაცვლად იმისა, რომ სისტემურად ეპასუხა იმ ძალადობებისთვის, რომელიც მას წინ უსწრებდა და საბოლოოდ ძალადობა დაესრულებინა, ის ძალადობის ახალი ციკლის წყარო ხდებოდა. სამართლის თეორიაში და ხშირად ასეთ ავტორიტარულ კონფლიქტურ სახელმწიფოებთან კავშირში გამოიყენება ეგრეთ წოდებული ტრანზიციული, ანუ გარდამავალი მართლმსაჯულების მიდგომა, რომელიც არის ნორმატიული პოლიტიკური პროცესი, რომელიც ცვლის სამართლის სისტემას, ცვლის ინსტიტუციურ მოდელებს და ცვლის საბოლოოდ საზოგადოებას და მას აქვს ხუთი ძირითადი ელემენტი. ერთი ელემენტი ეს არის სიმართლე, სიმართლის დადგენა და წარსულისთვის ობიექტური სახელის დარქმევა, ეს არის მართლმსაჯულება და კონკრეტული პირების დასჯა და ასევე მათი საჯარო სივრცეების და პოლიტიკური სისტემების დაცვა, ეს არის რეპარაცია, ძალადობის მსხვერპლების უფლებების აღდგენა, არა მხოლოდ მათი კომპენსირებით, არამედ მათი პერსპექტივის პატივისცემით და მათი განკურნებით საჯაროდ. ეს არის ძლიერი ინსტიტუციური რეფორმები და იმგვარი გარანტიების შექმნა, რომ იგივე აღარ განმეორდეს, ეს მოიცავს არა მხოლოდ სასამართლო სისტემაში რეფორმებს, არამედ პროკურატურაში, პოლიციაში და ასე შემდეგ და ბუნებრივია ეს არის საბოლოოდ შერიგება, იმისთვის, რომ საზოგადოებაში დამთავრდეს ძალადობა, წარსულის ინსტრუმენტალიზება, პოლარიზაცია, შენ უნდა უზრუნველყო ამ დაპირისპირებული მხარეებისა თუ ჯგუფების საბოლოო შერიგებას, რომელიც ამ ყველაფერზე იდგება, რაც თქვი. გარდამავალი მართლმსაჯულება შემთხვევაში საუბარი იმაზე, რომ ეს ხუთივე ელემენტი თანადროულად უნდა იყოს და თუ მხოლოდ ერთი ელემენტია, მაშინ ის ყოველთვის ნაკლოვანი იქნება და მან შეიძლება პოლიტიკური რევანშის და ან ძალადობის ახალ ციკლში შესვლა გააღრმავოს. ეხლა ეს თეორიული მიმოხილვა იყო ერთგვარად, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია მის გააზრება, რომ ჩვენ პრინციპში ვერც ერთი ძალაუფლების და რეჟიმის ცვლილების ციკლი ვერ გავიარეთ იმ გზებით, რომელიც ჩვენ შესაძლებლობას მოგცემდა ობიექტურად გვესაუბრა წარსულზე, სახელი დაგვერქვია მისთვის, მსხვერპლებისთვის მიგვეცა დაცვა და გაგვეტარებინა ისეთი რეფორმები, დემოკრატიზაციის, მართლმსაჯულების, სახელმწიფო ინსტიტუტების ცვლილების, რომელიც დაასრულებდა ძალადობის ხელახალ განმეორების რისკებს. ვარდების რევოლუციის შემდეგაც ჩვენ ვხედავთ კრიმინალურ ავტორიტეტებთან, ბანდებთან დაპირისპირების ძალიან მძიმე ფორმას, რომელიც თავის მხრივ გახდა მისი ინტენსიური უკანონო სასტიკი ფორმების გამო ძალადობის ახალი ციკლი და რაღაცა ტიპის რეაბილიტაციაც კი მოუტანა უკვე სხვა ძალაუფლების ციკლში აი ამ ადამიანებს. ეხლა რასაც აფრეზიდების შემთხვევაში ვხედავთ. კრიმინალური სამყაროს პირობებში დღეს რაც ხდება საქართველოში, აღზევება მოხდა სრული, კრიმინალური სამყაროს და ორგანიზებული დანაშაულის ამ კუთხით, ჰეროიზაცია მათ შორის, ხო, აი აფრაზიზების ამბავს რო შევხედოთ, ახლა ერთის მხრივ ჩვენ მოჯადებულ წრეში ვართ, იმიტომ რომ რაღაც ფაქტებზე ჩვენ წყუბურ მოკეთ, ახლა მე ეს დღეები ვეჯექი და მთელი მედია ამბები გადავიკითხე აფრაზიზების შესახებ, რომ თვითონ მე ნამდვილად არ მახსოვდა თვითონ ეს ისტორია, ხო? და ვერ ვიტყვი რომ შემხვდა დაბალანსებული ობიექტურად გაანალიზებული მასალები ბევრი,
აშკარად ხან ერთი მხრიდან, ხან მეორე მხრიდან იწერებოდა ამბები. ხო და მეორე მხრივ პრინციპში რაღაცა ტიპის კვლევებიც არ იყო, ანუ მედია და აკადემიური საზოგადოებრივი სამუშაოები, რომელიც წარსულის უფრო ობიექტური პატიოსანი მრავალმხრივი დანახვის შესაძლებლობას მოგცემდა, ამას ეს ვერ შევძელით და ხო ეხლა დღეს რა ვხედავთ, რომ ერთის მხრივ თეატრულოკიანი ცდილობს, რომ ეს ისტორია გამოიყენოს NMS წინააღმდეგ და ამ დროს ის მსხვერპლები, რომლებიც როგორც ჩანს აფრაზიძეების კრიმინალურ ხო საქმიანობას უკავშირდებოდა და ძალიან მძიმე და სასტიკ დანაშაულებზე ყვებიან, ისინი ასე ვთქვათ, ძალიან ინტენსიურად წერან Facebook-ზე საკუთარ გამოცდილებებს და საკუთარ ოჯახების გამოცდილებებს. ანუ ისევ გვაქვს ორი წინააღმდეგობრივი სიმართლე და არ არსებობს სახელმწიფო ან მედიუმი, რომელიც აი ამ სიმართლეებს სახელებს დაარქმეოდა და დღეს ჩნდება ტენდენცია, რომ ერთის მხრივ სწორედ ამ საგამოძიებო კომისიამ კონკრეტულ მსხვერპლებს მოუტანა ხო აი ეს ისევ ჭრილობები გაუღვივა და როგორ არ შეიძლება სახელმწიფო მიფიქროს თუნდაც აი სვანურ კულტურაში ასეთი ჭრილობების გახსნას რა ტიპის სოციალური კონფლიქტები შეიძლება მოყვას, ანუ როგორ შეიძლება ამ გავლენაზე არ იფიქრო, მაგრამ მეორე მხრივ ხედავთ რა ტიპის ტკივილებს იღებენ თუნდაც აფრაზიძეების თქვა იგივე დედა, მეუღლეები, შვილები და ასე შემდეგ, ხო? ტკივილები გააღვიძეს მათ, როცა მათ გამოვიდნენ და გადაწყვიტეს, რომ საკუთარ ოჯახის წევრების ჰეროიზაციით გადაევლოთ მსხვერპლების ზურგზე პირდაპირ. თამთა ძალიან გავაგრძელოთ აუცილებლად, რომ ორ ისტორიას წავიკითხავ და მათ შორის მივშოვთ. ნინი ხერგიანი წერს Facebook-ზე. პატარა ბავშვებით სავსე ეგრესირებული იკაროსი დაგვიცხრილეს აფრაზიძეებმა ეცერის გზაზე. ქალების კივილი და მამების ფანჯრებზე აფარებული ზურგები მახსოვს გუშინდელი დღესავით. გადაიყვანეს მძღოლი და იმასთან აწარმოეს მოლაპარაკება. რაც კი რამე მიქონდა იმ გაჭირებულ დროში საკვები თუ თანხა, ყველაფერი წაგვართვეს პატარა ბავშვებს. ბოლოს საბურავების დაგვიხრიტეს და წავიდნენ და ასე ხდებოდა ყოველ ზაფხულს. და კიდევ ერთი ისტორია, შაკო მუმლაძე წერს. 1995 წელს მივდიოდით რუსთავიდან მარნეულის მიმართულებით იაღლუჯისთვის გადავლით ოჯახი. მანქანაში ვიმყოფებოდით მე, მამა, დედა, მამი და მამიდაშვილი და ბიძაშვილი. დაახვდნენ აფრასიძეებით დიდძალი შეიარაღებით. ჩემები იხსენებენ ერთ-ერთმა პისტოლეტი გადატენა, პირი გააღეო 4 წლის ბავშვს მითხრა და სიცილით ამბობდა გავასხმევინებ ეხა ტვინსო. დედა ჩემი მუხლებს ჩაუვარდა, ყველაფერი წაიღეთ, არ დაგხოცოთო. მეორე ამბობდა დავხოცოთ ყველა ამათი დედაო, დიდი ხვეწნით და მუდარი ცოცხლები დაგვტოვეს, წაგვართვეს ყველაფერი, ტანსაცმელი, მაშინ არ იყო მობილური ტელეფონები, ფეხით მოგვიწია სიცივეში იმ გზის გამოლა. ასეთი ისტორიები არის ათობით უკვე რაც დაიწერა ბოლო დღეების განმავლობაში. ამავდროულად ჩვენ ვიცით, ეხლა მართლა თამთა ძალიან დიდი მადლობა ამ მიმოხილვისთვის, ძალიან სწორი არის ეს აქცენტები, რაზეც ახლა შენ დასვი ხო, რომ რა არის სამართალი და როგორ უნდა ხედავდეთ მას, მაგრამ არსებობს კონკრეტული პოლიტიკური რეალობა. მე მათ შორის ამ პერსპექტივიდანაც უყურებ. 2003 წლის საქართველოში არსებობდა პოლიტიკური დაკვეთა, რომ ეს უნდა დამთავრებულიყო საქართველოში, ხო? ამ დაკვეთით მოვიდა მაშინდელი ხელისუფლება და მაშინდელმა ხელისუფლებამ ავა თუ კარგად ეს დაამთავრა. როცა ჩვენ ლაპარაკობთ 2004 წლის საქართველოზე ლაპარაკობთ სპეცდანიშნულების რაზმებზე, რომელსაც არანაირი მომზადება და ცოდნა არ აქვს, როგორ უნდა იმოქმედონ ტერორისტულ დაჯგუფებებთან. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ ლაპარაკობთ კბილებამდე შერაღებულ რაზმთან, რომელიც გამაგრებულია გორაგზე და ცეცხლს უხსნის და ბედავს, რომ ვერტფრენს ესროლოს. შემთხვევით გადარჩა იქ 20 სპეცრაზმელი. ვერტფრენს ესროლეს, ხო? ეხლა მოდი აი ამ რეალობიდან ამოვიდეთ მათ შორის, ხო და ამას მიმატებული რაღაცა ლეგენდები იმის შესახებ, რომ იქ თუნდაც გიორგი ბარამიძე კუბდრების საჭმელად იყო ჩასული, ხო? გავიგეთ მრავალმა ადამიანმა წლების განმავლობაში თავი შეალია წინა ხელისუფლების ამ რაღაც სიძულვილის ტალღაში, რომ ჰეროიზაცია მომხდარიყო ამ ისტორიის, მაგრამ ნუ ყველაფერს აქვს დასასრული როგორც ჩანს და ეხლა დადგა აი რაღაც სიმართლის ის წამი, როდესაც ყველაფერი უნდა ითქვას. მოდი ამ პერსპექტივიდანაც შევხედოთ, რა შეეძლო ქართულ სახელმწიფოს 2004 წელს. და რა ვერ გააკეთა. რა იყო მისი მასშტაბი, რეალური ძალა, რეალური შესაძლებლობა. ის კი არ არის რომ დღესაც იგივე უნდა გავიმეოროთ, მაგრამ მოდი აი ამ პერსპექტივიდანაც შევხედოთ, ხო? კი, პირველ რიგში როცა თქვით რომ თვითონ დააყენეს ბოლო აზრს მაინც გამოხმაურები, ხო, თვითონ ის ისტორიები, რომელსაც ოჯახის წევრები და იმ დროს ბავშვები ყვებიან, ასევე ძალიან მძიმეა, რა დაემართა მათ დედას, ხო, ამ ოჯახის წევრების ისტორიებიც ასევე ძალიან მძიმეა და ჩვენ და გქონდეს სულგრძელობა, ხო, ასევე მივიღოთ ის ტრავმატული გამოცდილება, რომელიც
რომელიც თუნდაც მოზალადე კრიმინალური ბანდის წევრების ოჯახებს შეიძლება კონდეს და როცა ვამბობ რომ თავად ქართულმა ოცნებამ გაწირა თქვათ აი ეს ქალები და ახალგაზრდები ვინც ამ ოჯახის წევრები არიან სწორედ მაგას ვამბობ რომ შეიძლება მას უნდა ამაზე ლაპარაკი მაგრამ უნდა არსებობდეს სახელმწიფო ხო რომელიც გარანტიებს აძლევს რომ ის ანუ ახალჭრილობებს არ მიიღებს და კიდევ უფრო მეტ თავდასხმას არ მიიღებს და ეხლა ჩვენ ხედავთ აი ამ ქაოტურ პროცესს რომელიც ძალიან მძიმე დაპირისპირებამდე მიდის და სწორედ ქართულმა ოცნებამ მოახდინა ამ ადამიანების ინსტრუმენტალიზება და მინდა გაგახსენოთ რომ ეს ოჯახი მისი დედა მე მედიაში ვნახე რამდენიმე წლის განმავლობაში შიმშილობდა მათ შორის ბოლოს 2018-2019 წლებში როცა რაღაც სიმართლეს ეძიებდა სწორედ ამ რეჟიმისგან და საერთოდ არც კი უსმენდა სისტემა მათ ხო მაგრამ ეხა როცა მათ პოლიტიკურად დასჭირდა ეს ადამიანები გამოიყენა ამიტომ თავად ამ ოჯახის წევრებს უნდა ქონდეთ დღეს გონიერება მიხვდნენ რა თამაში აქცევს მათ ქართული ოცნება რაც შეეხება ამ ძველ პერსპექტივას მე აბსოლუტურად მესმის რომ ვარდების რევოლუცია როცა ხდება ძალიან მძიმე კონტექსტში მოდის ეს ახალი პოლიტიკური ელიტა ხო ერთის მხრივ ეს არის მაღალი პრაქტიკულად სახელმწიფო არ არსებობს კრიმინალი არის ძალიან აღმავალი და ჩვენ შეიძლება ეხლა ვერც კი წარმოვიდგინოთ კრიმინალის ის ხარისხი გუშინ ჩვენ ვშელოვდით ორგანიზაციაში რომ ჩვენ შეიძლება ვერც კი ვიაზრებდეთ რა მასშტაბის და ხო რაღაცა რასისტიკის კრიმინალთან უხდებოდათ მათ დაპირისპირება მაგრამ ხო არის ფაქტი რომ კანონის გარეშე სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე ძალიან მაღალი რეპრესიით დაპირისპირება მოიტანა ახალი ძალადობის ციკლი ანუ ეს ვაშკარა და ამიტომ ეს აღარ უნდა მოხდეს ხო ამიტომაც სახელი დავარქვით წინა რეჟიმს და ჩვენ ალბათ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ არც ერთმა პოლიტიკურმა სისტემამ და ძალაუფლებამ იგივე აღარ გაბედეს რაც გააკეთა ეხლა ნახეთ თან თუ ჩვენ რა იყო მთავარი პრობლემა იმ სისტემის რომ თუ ჩვენ საუბრობთ იმაზე რომ თუნდაც ძალადობას აი ამ კრიმინალურ დაჯგუფებებს საბოლოოდ ესეც ხო სტრუქტურული მიზეზებით იყო განპირობებული რომ ჩვენ არ ქონდა სახელმწიფო ჩვენ აღმოჩნდით ეკონომიკური კოლაფსის პირობებში მართლა ვიყავით ომი ყველას წინააღმდეგ რეალობაში რომელიც სტრუქტურულად წარმოშობს ასეთ ძალადობრივ გენგებს რაღაცა დაჯგუფებებს და ასე შემდეგ ხო ეს იყო სისასტიკის ძარცვის და აი რაღაც სიცარიელში ჩავარდნილი საზოგადოების მდგომარეობა რომელმაც თავი გაიტანა სადღაც არა სოლიდარობით ხო თუმცა სოლიდარობის გამოცდილებებიც ჰქონდა 90-იან წლებში მაგრამ ძირითადად რაღაცა ოჯახები ვეხმარებოდით ერთმანეთს არამედ თავი გაიტანა სასტიკი ყვლეფით სხვების ჩაგვრით და აი ამ რაღაცა რესურსების მობილიზებით საკუთარი ხალხისგან დღეს სწორედ აი ამ ყვლეფითა და ძარცვით მოსული ბიზნესები ზოგჯერ პოლიტიკოსები და კრიმინალური დაჯგუფებები ყავს და ჩვენ არასდროს ამ 90-იან წლებს სახელი არ დავარქვით ხო იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ რომ დღეს ვინც აგერ კულტურულ ღონისძიებებს იმაშვება კულტურულ ღონისძიებებს აფინანსებს და მადლობა შეიძლება უხდინდნენ წერილები და სხვაები მათი ბიზნესებიც აი ესეთი ძარცვით არის მოპოვებული ამიტომ ჩვენი ისტორია ჩვენი გენეალოგია არის ძალიან მძიმე აბსოლუტურად გეთანხმებით ვიღაცას რო უყვარს დაწყება რომ როგორ წაართვეს ვიღაცას ლისის ტბა და როგორ მოიპოვა იმ ლისის ტბა თავის დროზე სანამ წართმევამდე მივალთ რა დილა გათენდა ამისთანა საქართველოს ლისის ტბა უცებ კერძო საკუთრებაში აღმოჩნდა ნამდვილად მოდი მაშინ აი ამ პერსპექტივიდან დავიწყოთ გავიგე მაგრამ ვინც თავის დროზე წაართვა ვიღაცას ამ ქვეყანას ის რატომ არის გმირი აი მოდით ამ პერსპექტივიდან ძალიან რთული საკითხი არის არ იწყება წელთაღრიცხვა ამ ქვეყანაში 2003 წლიდან ბოროტ მოქმედებების ხო ამ ქვეყანაში წელთაღრიცხვა ამ საკითხების იწყება ბევრად უფრო ადრე და თუ უფრო ცენტრალურად უნდა შევხედოთ ალბათ ამ საკითხს რაც წლები გადის ახლა ძალიან მნიშვნელოვანი მგონია ეს დისკუსია მათ შორის და მე რო წავიკითხე თქვენი პოსტი თამთა მივხვდი რომ ამაზე გამოგვივიდოდა ჩვენ საუბარი იმიტომ რომ მნიშვნელოვანი არის სხვადასხვა კუთხიდანაც შევხედოთ ამას სხვადასხვა ემოციიდან მათ შორის ხო მე მაგალითად ცოტა ემოციურად უყურებ ამ საკითხს მგონია რომ ამ წლების შეფასება რაც დრო გადის უფრო და უფრო მნიშვნელოვანი გახდება რა იყო კარგი და რა იყო ცუდი და დღევანდელი რეჟიმი ამ არსებობა ამას უფრო ადასტურებს მოდი ამ კომისიაზე ვილაპარაკოთ თამთავად თქვენ თუ რამის დამთავრება არ გინდოდათ ამ კუთხით და არა მე უბრალოდ იმას ვფიქრობ რომ ჩვენ გვჭირდება დემოკრატიული გარემო პოლიტიკური რევანშისგან დაცლილი კლიმატი და პატიოსანი მუშაობა ჩვენს წარსულზე სახელების დარქმევა შეიძლება არა დასჯა
გარკვეულწილად, ხო? იმიტომ რომ აი ეს დასჯის მოდუსი ისევ ძალადობის ციკლში გვაგდებს, მაგრამ სიმართლის დადგენა და მსხვერპლებისთვის ნამდვილი პატივისცემის და უფლებების აღდგენის გარემო შექმნა, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ისეთი რეფორმები, რომელიც აი ძალადობის ახალ ციკლებს აღარ გააჩენს, თუნდაც ძალიან მაღალი ლეგიტიმური მიზნების სახელით. მაგრამ ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი ჩემთვის ის არის, რომ ჩვენ როგორც საზოგადოება, რომელიც ასეთი მოწყობილია, აქვს ამდენი ტრამვები, ეთნოპოლიტიკური კონფლიქტები, არის ოკუპირებული. ხო, ჩვენი უსაფრთხოება ასევე ძალიან მცხოვრევადია. ჩვენ გვჭირდება კონსოლიდაცია. ჩვენ ასევე უნდა შევძლოთ ისეთი, ხო, წარსულზე ისეთი შეთანხმება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მომავალზე ისეთი შეთანხმება, რომელიც ამ პოლარიზაციას და კონფლიქტებს დაასრულებს, მაგრამ არა უსამართლობაზე და ძალაუფლებაზე, თუ ეს წარსულში, ასე ვთქვათ, სტრუქტურირებული წარსულიდან მომდინარე უსამართლობა და ხო, უთანასწორობა, ცხადია ამაზე თვალის დახუჭვის გარეშე, მაგრამ ჩვენ მე მგონია, რომ აი მათ შორის ფორმულას, მედიების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების როლი არის, რომ ჩვენ არა ეხა მეორე სიმართლეზე ვილაპარაკოთ, ანუ ერთი ნახევარი სიმართლეს, მეორე ნახევარი სიმართლე დაუპირისპიროთ, არამედ პირიქით შერიგების და კონსოლიდაციასკენ მიმართული სიმართლეები ვილაპარაკოთ და უფრო სისტემურად, უფრო ისტორიულად, უფრო მრავალშრიანად ავხსნათ ჩვენი წარსული და საბოლოოდ სწორება გქონდეს მომავალზე. იმიტომ რომ სწორედ მომავალზე სწორება შეუძლია ჩემი აზრით ჩვენი გადარჩენა. მე გეთახმებით მე ეს ფორები დასახურია აუცილებლად, უბრალოდ ამ ფორების დახურვას არ უნდა შეეწიროს ადამიანები, რომელსაც რატომაც დაერქვათ სასტიკი მკვლელები, მხოლოდ იმიტომ რომ თავის დროზე აიღეს პასუხისმგებლობა, რომ ტერორისტული დაჯგუფება გააუნებელყოფებინათ, ხო? და მათ შორის ამ ფორების დახურვა სჭირდება რაღაც სიმართლეების თქმა და უღოთ ეს ფორები უნდა დავხუროთ. ამ ციკლში მე აბსოლუტურად გეთახმებით ჩვენ აღარ უნდა შევიდეთ და თუ რამისთვის უნდა იყოს ჩვენი საზოგადოება მსად აი თუ შევცვლით ჩვენ ამ რეჟიმს არის სწორედ ძალიან მშვიდობიანი ახალი ტიპის ერის სახელმწიფოს მშენებლობა, სადაც ეს ყველაფერი აღარ მოხდება, სადაც ჩვენ გვექნება თავისუფალი სასამართლო, მაგრამ თამთა მე და რაზეც ვლაპარაკობთ ახლა ეს ყველაფერი არის იმის საპირისპირო, რასაც ახლა აკეთებს რეჟიმი საქართველოში, მათ შორის ამ კომისიის სახით. ამაზე კომიკურს ვიტყოდი, მაგრამ ურლესური მახვილი არის ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ერთი მხრივ ეს არის, რომ პირდაპირ გაცხადებული მიზანია, რომ უნდა აკრძალონ პარტიები, ხო? და ჯერ მოდი აი მოკლედ აღწერ და მე თქვენი დაკვირვებაც რო გითხრათ. თავიდან გითხრეს რომ უნდა გამოეძებინეთ 2003-2012 წლის ხელისუფლება. დაიწყეს მე 2004 წლის ამბებით, მაგრამ გადაახტნეს სასწრაფოდ და გადააკეთეს კომისია ომის გამომძიებელ კომისიად, იმიტომ რომ უცებ აგვისტოს ომი გამოიძიეს თავიდან ბოლომდე. მე მიხვდნენ რომ ვიღაცების დაბარება ვისიც უნდოდათ არ გამოდიოდა, ამიტომ გადააკეთეს და 2012 წლის შემდგომი დანაშაულებებიც უნდა გამოვიძიოთო. ეს ყველაფერი უნდა დამთავრებულიყო მაისის თვემდე, ხა გაახანგრძლივეს ცოტა. და რაც მთავარია წინასწარ ვიცით დასკვნა, რომ პარტიები უნდა აიკრძალოს. ეს არის ერთი ფლანგი და მეორე ფლანგი არის ის, რასაც ამბობს პირდაპირ ქალბატონი წულაკანი, მე თამთა ხოშორის თქვენ სახწერას ვკითხულობდი, აი გიორგი აწუხელიძის წამების ვიდეოს, როცა ახალგაზრდების ასოციაცია. ხო? და ეს იგი მეორე ნაწილი რა არის, რომ თურმე მშვიდობიანი მოსახლეობა რო დაიღუპა, ეს არის ქართული სახელმწიფოს პრობლემა, იმიტომ რომ იქიდან არ გამოიყვანა ქართულმა სახელმწიფომ, რომ თურმე გიორგი აწუხელიძე არის პიარისთვის გაწირული მსხვერპლი, ხო? ურგესური მახვილი ერთი მხრივ ეს არის სუვერენიტეტის გამოთქვა და მეორე მხრივ ეს არის დემოკრატიის დამთავრება. მოდი აი ამ ნაწილზე ვილაპარაკოთ, აი ამ კომისიის რაღაცა ბოროტ ბუნებაზე მათ შორის. ხო, პირველ რიგში ვიტყოდი, ან წუხელიძის საქმე ჩემთვის ძალიან ემოციური საქმე, არა იმიტომ რომ პირველ წლებში ამ საქმეზე მუშაობდი, არამედ მაგიტომაც რომ ამ ადამიანმა რეალურად საკუთარი სხეულით აჩვენა ჩვენი ერის და ჩვენი ხალხის ბრძოლის უნარიანობა და მართლა სიკვდილზე ზემოთ დადგა და ხო რაღაც ეს არის გმირობის ძალიან დიდი ისტორია და მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება დღეს ცდილობს აი ამ მეხსიერების გადაწერას. მეხსიერების გადაწერა შეუძლებელია, ხო ხვდებით, იმიტომ რომ ეს ხო არ არის რაღაც 20-იანი წლების ისტორია, რომელიც არავის არ გვახსოვს, არ გვინახი, არ შეგვიგრძნია, ხო? ეს არის ესეთი კომუნიკაციური მეხსიერების ნაწილი, ხო, რომელიც ჩვენ მეც კი შემიძლია მოუყვეს სხვა ადამიანებს, ხო? ანუ რეალურად ჩვენი ცოცხალი ისტორიის ნაწილია. ამიტომაც ძალიან საშიშ თამაშობს ეს პოლიტიკური რეჟიმი და მე მგონია, რომ საბოლოოდ ჩვენ ძალიან კარგად ხედავთ
ხედავთ, რომ საკუთარ აბსურდულობაში იზილებიან. ეხლა მოდი ვთქვათ საგამოძიებო კომისიაზე, ხო? ანუ როგორ შეიძლება ჩვენ საერთოდ ვისაუბროთ იმაზე, რომ ლეგიტიმური და კანონიერია საგამოძიებო კომისია, რომელიც დაფუძნებულია ერთპარტიულ პარლამენტში, იმ პირობებში, როდესაც რეჟიმი ანადგურებს ოპოზიციას, სამოქალაქო საზოგადოებას, მედიას და იღებს ახალი ტიპის კანონებსა და რეპრესიებს, მთლიანად პლურალიზმისა და ხო, რაღაც ოპოზიციური ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად, ხო, როცა ჩვენ არ გვყავს დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა და თუნდაც საკონსტიტუციო სასამართლომ, რომელმაც თითქოს პარტიები უნდა გააუქმოს, ხო, და საბოლოო გადაწყვეტილებას პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლო იღებს. მისი 7 წევრი დასანქცირებულია და მთელი საკონსტიტუციო სასამართლო პოლიტიკურად არის დაქვემდებარებული რეჟიმის კონტროლის ქვეშ. ანუ როგორ შეიძლება აი დემოკრატიის კრიზისის და პირიქით ავტოკრატიზაციის აღზევების, ხო, აი მართლა კონსოლიდაციის კულმინაციაში ჩვენ ვისაუბროთ იმაზე, რომ საგამოძიებო კომისია, რომელიც თითქოს წარსულ სახელი უნდა დაერქვას, ეს არის ლეგიტიმური. ხო, აი არსად არასდროს ასე არ ხდება და პირიქით ეს არის წარსულის და ჭრილობების პოლიტიკური ინსტრუმენტალიზება, რასაც ახლა თეატრულუკიანი და მის უკან სინამდვილეში რეჟიმი აკეთებს. ამიტომაც ჩვენ არც ინსტიტუციური გარანტიები და არც პოლიტიკური კლიმატი არ გვაქვს ისეთი, რომელიც აი ამ სამუშაოების ლეგიტიმაციას რომელიმე პოლიტიკურ ზალას მისცემდა და ეს არის თავიდანვე აბსურდული. ეხლა და ჩვენ მართლაც დაგეთანხმებით, რომ ეს ჯერ დაიწყო რეჟიმის შეფასებით და 2008 წლის ომის ძალიან ძიმე გამოკვლევით, ხო, რომელიც სამდაში გამოკვლევაც ვერ იქნება, იმიტომ რომ ცალმხრივია, ზედაპირული, ფრაგმენტული, იმიტომ რომ რაც არ უნდა ჩვენ გქონდეს გარკვეული კრიტიკა 2008 წლის ომის კონტექსტთან დაკავშირებით, იმის არ დანახვა, ხო, რომ ამ ომში საქართველოსა და რუსეთს შორის ძალაუფლება იყო ასიმეტრიული, ხო? ის რომ თეატრულუკიანი დღეს ჩვენს ჯარისკაცებს რეალურად აჭერს ფეხს იმაზე, რომ ისინი შეიძლება სუსტები იყვნენ, ჩვენი თავდაცვის სისტემა არ იყო კოორდინირებული და რაღაც ჩვენ საბრძოლო მოქმედებებში დავმარცხდით, ამის აღიარებასაც და მე ხო, მარაბდის ბრძოლაშიც დავმარცხდით. და იგივე სიტყვის თეატრულუკიანი მე მას მარაბდის ბრძოლაზე? ანუ ხო? ანუ ამაზე ამბობთ, ახლა აჭერს რატო წააგეთ? რატო ვერ მოიგო გიორგი ანწუხელიძე? ეს მართლა ამორალურია, იმიტომ რომ მე მაქვს გარკვეული კრიტიკა 2008 წლის კონტექსტთან დაკავშირებით, ხო, იმ მილიტარისტულ რიტორიკასთან დაკავშირებით, რომელიც რეჟიმს ჰქონდა, კონფლიქტის რეგიონებთან მიმართებით დაკავშირებულ პოლიტიკაზე, რომელიც თავდაპირველად ძალიან სწორედ დაიწყო და მე ისევ სამხედრო ლოგიკაში გადაიზარდა, მაგრამ საუბარი იმაზე, რომ 2008 წლის ომი, ხო, ომში შენ ვერ ხედავ ტყუანს და მართალს, ვერ ხედავ კოლონიზატორს და კოლონიზებულს, ვერ ხედავ მოძალადეს და მსხვერპლს, აი ეს უბრალოდ ისტორიის გადაწერის, უახლესი მეხსიერების გადაწევის ძალიან ამორალური მცდელობაა და საბოლოოდ ჩემი აზრია, რომ ეს არ გამოუვათ. ანუ ჩემი აზრით, სწორედ თეატრულუკიანის აი ეს არის ძალიან ჯიუტი და თავჯერებული ცდელობები ქართულ ოცნებას ძალიან დიდ მორალურ ჩიხში შეიყვანს. და ჩვენ დღეს ვხედავთ, რომ ქართული ოცნება პრაქტიკულად კარგავს სიმბოლურ ძალაუფლებას, ხო? აი მე მქონდა ძალიან საინტერესო პოსტი ამასთან დაკავშირებით, თამთა 9 აპრილის შემდგომ, ხო? რა არის ძალაუფლება? აი მოდი ამ კონტექსტშიც რომ ვილაპარაკოთ. არის თუ არა თოფიანი კაცების ერთობლიობა, არის თუ არა პროკურატურა, ეს ყველაფერი ას დღეს ოცნებას აქვს. რეალურად ძალაუფლება, როცა მას არ შეუძლია 9 აპრილის მემორიალთან მისვლა. რა თქმა უნდა, ძალაუფლება არის რეპრესიული აპარატი, რა თქმა უნდა, ძალაუფლება არის ეკონომიკური რესურსები, ხო, მაგრამ ძალაუფლება არის სიმბოლური, დისკურსულიც, ასე ვთქვათ, ხო, რომელიც დგას რაღაც მეხსიერებაზე, სიმბოლოებზე, სოციალურ რიტუალებზე და ჩვენ დღეს ვხედავთ, რომ ქართული ოცნების რეჟიმმა საკუთარი თავი ისეთ კრიზისში მოაქცია, როცა მას ერთის მხრივ პოლიტიკური ლეგიტიმაცია შიგნით და გარეთ არ აქვს, მაგრამ მეორეს მხრივ ის აი სიმბოლურობაზე და მეხსიერებაზე კონტროლს კარგავს და ჩვენ ვხედავთ, რომ მათ ვერ 31 დეკემბრის აღნიშვნა მოახერხეს, ვერ 9 აპრილის, ვერ ახალი წლის, ვერ ჩობის, ხო? და პრაქტიკულად სეკულარული იყოს, გინდ რელიგიური დღესასწაული იყოს, რაღაცნაირად აი კავშირს ვეღარ პოულობ. ალბათ იცით რატომ მე აი სულ ფიქრობ, რა ყველაზე ავტორიტარული რეჟიმიც კი თავის გმირებზე უარს არ ამბობს. აი რას ისინი ახლა აკეთებენ, ამას არ აკეთებს არავინ. ეს არ არის არც ავტორიტარული არც არაფერი, ეს არის რაღაც აბსურდი მართლა რასაც აკეთებენ ამ გაგებით, იმიტომ რომ გიორგი ანწუხელიძეზე როგორც გმირზე უარის თქმას, ამას არ იზამს არც ერთი ავტორიტარული რეჟიმი, რაც არ უნდა ამას იზამს მხოლოდ სულელი.
რომელიც საბოლოოდ კარგავს თავის თელ დისკურსს კარგავს, ხო, რაზეც შეიძლება ერი სახელმწიფო იდიგეს. და შესაბამისად კავშირი აღარაფერთან აღარ აქვს საბოლოოდ. გარდა რაღაცა ოლიგარქის რაღაცა ვენებში შესული ფულისა, რაზეც დგას მთლიანად ეს სისტემა. ხო, და ნამდვილად ასეა, ანუ მეც მგონია რომ ეს არის საბოლოოდ ქართულმა ოცნებამ რაღაცა ტიპის ეს კონტრკულტურის შექმნა ვერ მოახერხა. მათ ალტერნატიული გმირები არ აყავთ. ან შენ შეიძლება ძველ გმირებზე ვერ ვთქვა, მაგრამ ახალი გმირების იდეები წარმოაჩენო. მათ ვერც რაღაცა ტიპის ახალი კულტურული, სიმბოლური, ხო, რაღაც ძალაუფლება შექმნეს და მეორეს მხრივ ძალიან ცოცხალ გმირებს ებრძვიან, რომლებიც ჩვენი უახლესი წარსულის ნაწილია. და იცით, საბოლოოდ ახლა ნახეთ ჩვენ რას ვხედავთ, ხო, ბოლო პერიოდში, რომ ერთის მხრივ კი აპარატი რეპრესიულია და გვიჭერს, მაგრამ ამავდროულად ჩვენ საზოგადოებაში სასტიკი რეპრესია არ არის მიღებული და საბოლოოდ მათ შორის ამ რეპრესიას ისინი იმ მასშტაბით ვერ ახორციელებენ, როგორითაც შეიძლება უნდოდეთ და რაზეც ნამდვილად წავიდოდნენ, იმიტომ რომ ის მომენტები სისასტიკის, რომელიც ვიხილეთ, პრინციპში აჩვენებდა, რომ თავად რეჟიმი ყველაფერზე მიდიოდა, მან ახალგაზრდები, ათასობით ახალგაზრდა სიკვდილისთვისაც კი გაწირა, მაგალითად ნოემბერში და დეკემბერში, ხო? მაგრამ საბოლოოდ მაინც რაღაცა ტიპის პოლიტიკურმა შეთანხმებამ ჩვენ საზოგადოებაში, რომ ჩვენთან არ არის მიღებული ძალადობის, აი ასეთი სასტიკი ფორმები, მათ უკან დაახევინა. მეორე მხრივ ჩვენ ვხედავთ დააზიანა და ძალიან დიდი შფოთიც გამოიწვია ქართული ოცნების ამორჩევლში. მეორე მხრივ ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს ოლიგარქია ხო მარტო ინსტიტუციური ძალაუფლების, ოლიგარქიული ავტორიტარიზმი ხო მარტო ინსტიტუციური ძალაუფლების ხელში დაჭერა არ არის, ეს ხო რესურსების მობილიზაციაც არის და დღეს რას ვხედავთ, ხო, რომ რამდენიმე ადგილია თუნდაც ეხა სოციალურ პროტესტებს ხედავთ. მაგალითად ეს არის ჭიათურა, სადაც ქართულ ოცნების დაქვემდებარებულმა კომპანიებმა მოინდომეს უფრო მეტი გამდიდრება შრომელების ხარჯზე და მთელი ჭიათურა ფეხზე დგას, მაგრამ ამავდროულად ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, ხო? მაგალითად ეხა ჩვენ ვანში ერთ-ერთ სოფელში ვხედავთ ჰესების წინააღმდეგ მასობრივ გამოსვლას. და მიხედვით იმისა, რომ ბატონი ლილუაშვილი არის ვანიდან და მთელი სუსი აკონტროლებს ამ რეგიონს, ჩვენ ვხედავთ, რომ ძალაუფლება არ ქონიათ, მთელი ნახევარი სუსი ვანელები იყვნენ, ზედარგოლი და უცებ აღმოჩნდა, რომ ვანი ყველაზე უსასოოდ მიტოვებული აღმოჩნდა თავის ეს ნამდვილად ასეა, ეკონომიკურად ვანი ძალიან მოწყვლადია, ხო? ამიტომ და დღეს ჩვენ ვხედავთ ეხლა თქვა აქ სინამდვილეში ჩვენ დავინახავთ უფრო მეტი მაგალითები იქნება ეკონომიკური რესურსების მობილიზებისა და აგრესიული ათვისების, რასაც აუცილებლად მოყვება სოციალური კონფლიქტები და უკვე მოყვება, ამას ვხედავთ და ამავდროულად ვილაპარაკეთ სიმბოლური ძალაუფლების. თავარი ამ ხალხს ისე არ დაემართოს გერმანიაში ფაშისტები რო კომუნისტებს მიადგენენ და ხმარ ამოუღიათ, იმიტომ რომ ნუ ყველამ რაღაცნაირად ერთმანეთის მიმართ სოლიდარობა უნდა გამოვიჩინოთ და ჩვენც უნდა გამოვიჩინოთ ადგილობრივი სოციალური პროტესტების მიმართ. მე სულ მესმის სოლიდარობა ამ ხალხის მიმართ. თქვენი მხრიდან